რელამაზი ბრილიანტები უკეთია ბატონმა ირაკლი. კაი მოგძამია. დააყავთ. მაგისთვის 10 წელია გადავდიე. აღარ დაწერა, ყველაფერს ვიცავარ. იქნება ფეიკია. არ ვიცი, არ მგონია. იქნება ფეიკია გოგო. ნუ გაბოლებს ვიღაცა, ნუ მაგ ხალხო მასტერებ მე ბატონი ირაკლი მგონი ხართ, რა ვიცი, ფოტოები ყველაფერი უდევს და 10 წელია გოგო, ნუ მაგიჟებნინო. პარლამენტს 10 წელია. შენთან ხო შემოდის ხოლმე, არ არის ფეიკიო, უთხარიო, მე ვარ ბატონი ირაკლიო, როგორ მოგატყობებთო. რა ვიცი. ხოდა ახეთი ამბებ, თეთრ კახეთში ხარ? კი. შენი კუთხე ხოჯებია ყველაფერს, შენი მხარე. ეხლა ჩემდა მე კარგი ადამიანი იქ სასტუმროში ქუჩა ქვია რა და აი რო შეხედა ჩემ ყველანაირ მდგომარეობას გადახედა სიტუაციას თილავი მართლა არ არის შენი სფეროო ასე მითხრა რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება რა მიდან რა ქვია სიმღერებიდან და ამ ტიკტოკებიდან და ამ სოციალური ქსელიდან ნამდვილად არ არის თილავი შენი სფერო შენ თუ გინდა რომ მიღწევები გქონდეს ბევრიო და ძალიან ბევრ წარმატებას, დიდ წარმატებას მიაღწია, აუცილებლად უნდა გქონდეს თბილისში გასვლები, შეხვედრები, სიმღერების ჩაწერები და ასე შემდეგ რა. აჰა, ცენტრია მაის თბილისი, ცენტრალური ქალაქი. კიდე მე თბილისში ძალიან ბევრი ისა მაყურებელი მინდა აღნიშნო და ყოველი დღე იყო ჩემთვის აი დაპატიჟებები, მიწვევები, უფასო მომსახურებები მინდა აღნიშნო რა. თბილისი მედგა ფეხზე ეხლა. არ გაიგო თელავილებმა ცუდად. მაგრამ ნამდვილად აი თბილისი მოსკოვის პროსპექტზე უფასო სალონში მომსახურება მქონდა, უმაღლეს დონეზე აკეთებდნენ ყველაფერს, მარკეტინგში ფენიქსი მაღაზია საერთოდ და რა ვიცი, საკუთრივი კიდე იმაში რა ქვია, რაც ვიყავი ის პერიოდი რა, ანუ დიღომში აი ეს ამ ბეჭდებითაც დავსაჩუქრდი მოუქროვილი ძვირფასი ბეჭდებით და მე რომ მადლობა არ გადაუხადო ჩემს დედაქალაქს და აშკარად ჩემი გული იწევს თბილისისკენ. მე მინდა რომ ვინაც ასევე თბილისში მქონდეს. ჩემი შვილი გაიზრდება თქვა ქალაქში. გასაგებია. ხო ნახე, ხო ლუკა შაბათს იყავი, ხო მე მგონი რაღაც ვიდეო ნახე. კი და აგენ წერს ხალხი რომ ჩამოდი თბილისში ქეთი და ყველა გვერდში დაგიდგებით. ხალხია მთავარი. კი ბატონო. არავის არ გუფლება კიდე ჩემს პირადი სივრცეს შეეხოს და ჩემს მე არავის ვეხედი, არავის საქმეში არ ვერევი და არავის საქმეს არ განვიხილავდა. მე ჩემი ცხოვრება მექნება მარტივია ხალხო მაგას გეუბნები, ყველას თავის ცხოვრება აქვს. ვერავის კაცს დაარიგებს, ყველა ცხოვრობს თავისი გადაწყვეტილებებით. კი ბატონო ირაკლი მადლობა. კი, შეფენებაზე ვარო, ეხლა დაწერა ბატონმა ირაკლია, კი, ეს მართლა. ხო. გაიხარჯ მადლობა ყველას. დიდი მოკითხვა კიდე ჩემს დეპარტამენტს თბილისის მერიას, ბატონ კახიკალაძეს, ჩვენ უნიკალურ ქალაქის მერს, ბიძინა ივანიშვილს. ყველა ჩემი მოკითხვა, დიდი მოკითხვა ჩემგან. დაწერე ქეთი აუცილებლად თბილისში მერიაში კიდევ განცხადება ბინის თაობაზე, ვაინ წერენ. შენ დაწერე უკვე განცხადება ერთხელ? ეხლა ზუსტად მაგ საქმეზე უნდა წავიდე იუსტიციაში, მე უნდა დავრეგისტრირდე თბილისში, ანუ გავაკეთო უმისამართო პირადობა. მე უნდა გადავიდე უკვე მერიაში და შევიტანო განაცხადი. ცვლილებები უნდა ვაჩვენო პარლამენტს, ხა ხან ისე ხდება და ამათ უნდა მე პირადადაც მინდა კიდე ბატონ კახიკალაძის შევხვდე და გავისაუბრო და ვინ დამაცა და ოთხშაბათს მე ვფიქრობდი უკვე გეგმიურად მითხრეს კახიკალაძეს ოდისა ხოლმე ჩანიშნული ნახვის დღეები და მე ვაპირებდი პირადად შეხვედრას პრემიას და ქალაქის მერთან და ადგილზე გასაუბრებით სხვანაირად წარმოუდგენდი უკვე ჩემს ცხოვრებას და მე დაპირველება და სადღა დააწერ. კი ბატონო, შეიძლებოდა თვითონ პიროვნულად დახმარება გაეკეთებინა
ყველა ლაივის გარეშე და ყველა ინფორმის გარეშე და არც ხალხში არ გამოექვეყნებინა. ესეც შეიძლებოდა რომ კახის გაეკეთებინე, მაგრამ ვინმე მიშვა იქამდე. თბილისში რა ამბები მოხდა ხო დაინახე. ხო და მიხედე შენ თავს და შეეშვი ყველას და დაადექი შენს გზას, შენი მიზანი გააკეთე შეასრულე ბოლოს. აუცილებლად მე აუცილებლად ვიქნები თბილისის მოქალაქე, ჩემი ბიჭიც ეზდება, აგერ ხო ამერიკაში იწვევენ ამასაც ამანათი თუ აბა ის გაუწ ანაბარი ბებიამ, ძალიან ნიჭიერი ბიჭი მყავს და აუცილებლად ექნება მიღწევები დედასთან თბილისში კბინა ექნება და ანალოგიურად კიდე იქნება სოფელში თავის მამასთან. ამ ყველაფერს ორივე ნიღაჩ მშობლები ვალდებულები ვართ რომ შვილისთვის გავაკეთოთ ყველა სიკეთე და ყველაფერი. მე ჩემი შვილის გამო ყველაფერი გადავდე უკვე. და ამიტომ მამაკაცი უნდა იყოს შვილზე მნიშვნელოვანი, არავინ და არაფერია ამ ქვეყანაში. და არაფერი არ არის და მაგიტომ მინდა რომ მე ჩავერთო პარლამენტს, ჩავერთო ჩემს დეპარტამენტს და მქონდეს ადგილზე შეხვედრები და ადგილზე გასაუბრებები და თვითონ დამიდგებიან ესენი გვერდში, ისედაც მიდგან მე მერია ძალიან მიცავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან მიცავს, კრიმინალური დაჯგუფებები ძალიან მიცავენ და მინდა ყველას დიდი მადლობა გადაუხადო, რომ ჩემ მხარეზე არის შემოწიალებული მთლიანად საქართველოს ნაწილი და ამიტომ თქვენ თვითონ უნდა იყოთ ისეთი ადამიანები ხალხო, რომ ნუ შეეხებით რა სვის ცხოვრებას და ნურავის ცხოვრებას ცხოვრებას დაალაგეთ და ყველა თქვენი ოჯახებს მიხედეთ. უფალმა დაგლოცოთ და აუცილებლად კი ბატონო მე შევხვდები აუცილებლად და გავესაუბრები ადგილზე კიდე ჩემს ხელისუფლებას და აქედან დიდი 1000 კაცი ვართ უკვე. დიდი მადლობა. რა არის 90 ქულა მე რა არის გასაკეთებთ. მოხოდო ხოთა. არა უშოს მე ჩავარ და იქიდან იმას ისა. ნინო მე უნდა დავტოვო ეხლა საქმეზე ვარ გასასვლელი ძალიან მიყვარხარ ძალიან პატივსაცემი ხარ შენ. ასევე. შემოდი მე სახში რომ ჩავარ და ჩავერთოთ ერთმანეთს. ვაიმე მეგობრებო ძალიან მიყვარხარ. 1000 კაცი ხარ ჩემთან და არ მინდა მიჭირს თქვენი დატოვება, მაგრამ საქმეზე უნდა გავიდე. დროებით და მიყვარხარ. დავამთავრეთ ეს ხელი. დავამთავრეთ ხო და? კაი, მეგობრებო ყველას. საქმეები. კეთის ეკუთვნის თბილისში ბინაო. მადლობა ყველას. ეს 150 იყოს ნათია ეს. ბოლოში. კიდევ და კიდევ მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ჩემს მხარდამჭერ საზოგადოებას და ყველა ჩემს საკრებულოს წევრს და ყველა ჩემს საზოგადო მოღვაწეს და მოქალაქეს. უღრმესი მადლობა და დიდი მადლობა. ვინ ჩემ უსაფრთხოებას იცავდა ჩემს ცხოვრებას. მოაგვარე ყველაფერი მოაგვარე. ცივა თქვენსკენაც ქეთი? როგორ? ცივა თქვენსკენაც ცივა? არა, თბილი ამინდებია, თბილი, კარგი ამინდებია კახეთში, მინდა აღნიშნო, კარგი შვენიერი ამინდებია. გამოუშვინეთ ჩვენსკენ მზე და გვანახეთ როგორია. იქნება, არინერვიული. ნინო აბა გაკოცე დროებით. მიდი, კაი, მე ეს დროებით ქეთი, კარგად.